ძინარე გიგანტი გამოფხიზდა და ეს ყველაფერი რუსეთის ბრალია. 10 წლიანი არასაკმარისი ინვესტიციის შემდეგ გერმანია კვლავ სწრაფად ხდება ევროპის ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. ის უპრეცედენტოდ ზრდის თავდაცვით ხარჯებს, სulis 10 წლეულების წინ მიღებულ საკონსტიტუციო წესებს და ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნიკაში. ამით ის რუსეთს და მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დიდ პრობლემას უქმნის. ეს პრობლემა სერიოზულად ემუქრება პუტინის გრძელვადიან გეგმებს უკრაინის მიღმა შემდგომი დაპყრობებისათვის. მაგრამ მთავარი ირონია ისაა, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა რუსეთის აგრესიის გარეშე. რადგან როდესაც რუსეთმა პირველად შეიჭრა უკრაინაში 2022 წელს, გერმანია უკვე აღარ იყო ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა დედამიწაზე, როგორც ადრე იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წლის პოტსდამის კონფერენციაზე, რომელიც გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ გაიმართა, მოკავშირე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მომავალში გერმანია უნდა დემილიტარიზებულიყო. დასავლეთ გერმანიამ დათანხმდა, რადგან პოლიტიკოსები და გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა თვლიდა, რომ ეს იყო მინიმუმი, რაც მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ომის დროს ჩადენილი ძალადობისა და საშინელებების გამოსასყიდად. ვერმახტი, ანუ გერმანიის არმია, დაიშალა. მისი მილიონობით ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იძულებითი შრომისთვის გამოიყენეს მთელ ევროპასა და საბჭოთა კავშირში, სადაც მათ ასრულებდნენ ისეთ ამოცანებს, როგორიც იყო ნაღმების გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოები. გერმანული სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა ან გაანადგურეს, ან ჩამოართვეს. ხოლო შეერთებულმა შტატებმა აიღო საკუთარ თავზე გერმანიის სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო წლებში. შემდეგ დაიწყო ცივი ომი. როდესაც დაძაბულობა დაიწყო საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა დაამტკიცეს გერმანიის სამხედრო ძალის ბუნდესვერის აღდგენა, რომელიც ინტეგრირდა ნატოში და მუდმივად აშშ-ის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ცივი ომის პიკზე ბუნდესვერში 9 მილიონზე მეტი სამხედრო მსახურობდა, რაც მას საკმაოდ ძლიერ ძალად აქცევდა. მაგრამ როდესაც ბერლინის კედელი დაეცა და საბჭოთა კავშირი დაიშალა, გერმანიამ როგორც ევროპის უმეტესმა ნაწილმა კვლავ დაიწყო თავისი შეიარაღებული ძალების შემცირება. ჯარისკაცების საერთო რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდებოდა და ასევე მცირდებოდა გერმანიის სამხედრო ძალის საერთო სიმძლავრე და შესაძლებლობები. მაშინაც კი ისეთი მდგომარეობა დადგა, რომ ახალწვეულებს იძულებულნი იყვნენ ვარჯიში ცოცხის ტარებით გაევლოთ თოფების ნაცვლად, რადგან იარაღი უბრალოდ საკმარისი რაოდენობით არ იყო. არმია, რომელმაც ოდესღაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა სცადა, უბრალო პაროდიად იქცა. და ამის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 2007-დან 2017 წლამდე 10 წლეულის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი და მდიდარი ქვეყანა ევროპაში, მან თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს, მხოლოდ 1.2% დახარჯა. მისი აღჭურვილობის დიდი ნაწილი მტვერში იყო ჩაფრული და 2018 წლის ერთ მომენტში გერმანიის საჰაერო ძალების 128 Eurofightер ტაიფუნიდან მხოლოდ 4 ითვლებოდა საბრძოლო მზადყოფნაში. უსაფრთხოება გერმანიის პრიორიტეტების სიაში შორს იყო. ხალხისა და პოლიტიკოსების აზრით, ეს მხოლოდ დამატებითი საკითხი იყო, რადგან ბევრს ეგონა, რომ დიდი ომებისა და გლობალური კონფლიქტების დრო უკვე წარსულს ჩაბარდა. და ეს იყო გავრცელებული რწმენა დასავლეთ ევროპაში. ესეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ ნატოს ალიანსის წევრობით, რადგან მათ მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ზესახელმწიფო, შეერთებული შტატები იცავდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ომის საშინელებები აღარასოდეს შეეხებოდა მათ ხალხს ან ტერიტორიებს. გერმანიის მსგავსად მათაც დაინახეს, როგორ მცირდებოდა თავდაცვის ხარჯები და არმიის რაოდენობა წლების განმავლობაში. 2022 წლისთვის გერმანიის სამხედრო ძალა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა სამხედრო მოაზროვნემ, გენერალ ლეიტენანტმა ალფონს მიესმა, რომელიც იმ დროს ბუნდესვერის ხელმძღვანელი იყო, ღიად გამოხატა თავისი უკმაყოფილება იმაზე, თუ რამდენად დასუსტდა მისი ქვეყანა. მან თქვა, რომ გერმანიის არმია იქ თითქმის ხელცარიელი იდგა, მაშინ როცა რუსეთი უკრაინის საზღვარზე ძალებს აგროვებდა და დაამატა, რომ მოკავშირეების მხარდასაჭერად მისი შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული იყო. ეს სიმართლე აღმოჩნდა მაშინ, როდესაც გერმანიის სამხედრო ძალებმა უხერხულად შესთავაზეს უკრაინას რამდენიმე ათასი სამხედრო ჩაფხუტის გაგზავნა, რათა მათ შესაძლო შეჭრისგან თავდაცვაში დახმარებოდნენ. არც საჰაერო თავდაცვა, არც საბრძოლო მასალა, რაკეტები ან შაშხანები, მხოლოდ ჩაფხუტები. ეს შეთავაზება ფართოდ დასცინეს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კი მას ხუმრობა უწოდა, მაგრამ ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად შემოეპარა თვითკმაყოფილება გერმანიის სამხედრო ძალებს და რამდენად დაბლა დაეცა ის თავისი ოდესღაც მაღალი დონიდან. მისი საჰაერო ძალები პრაქტიკულად განადგურებული იყო, ხარჯები დაბალი. სახმელეთო ძალები მხოლოდ 50%-იანი მზადყოფნით მოქმედებდნენ და მთლიანობაში გერმანია სრულიად მოუმზადებელი იყო, რომ რეალურ კონფლიქტზე რაიმე სერიოზული გავლენა მოეხდინა. და შემდეგ დაიწყო სერიოზული რეალური კონფლიქტი. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და გერმანიამაც და მისმა ევროპელმა მეზობლებმაც მწარე გაკვეთილი მიიღეს. საბედნიეროდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნები ყოფმანობდნენ, პოლიტიკოსები კი ფიქრობდნენ და აჭიანურებდნენ შემდეგ ნაბიჯებს, გერმანია მიმოქმედა.
იმ დროის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა დაუყოვნებლივი 100 მილიარდი ევროს სპეციალური ფონდი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად. ამავდროულად კი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზარმაზარი მოცულობა დაანონსა ანტიტანკური იარავის, საზენიტო სტინგერის რაკეტებისა და 1000-ობით გალონის საწვავის სახით. თავისი გადაწყვეტილების დასაცავად შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის ისტორიული პასუხისგებლობა იყო ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მოქმედება და გერმანიის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა. ეს სეისმურ ცვლილებად იგრძნობოდა დრამატულ და რადიკალურ ცვლილებად გერმანელების დამოკიდებულებაში სამხედრო ძალის მიმართ 10 წლეულების თითქმის პაციფისტური თავშეკავების შემდეგ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი რაღაც, ბევრად უფრო დიდი პროცესისა. მას შემდეგ გასულ წლებში შოლცი შეცვალა გერმანიის ახალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა თავდაცვის ხარჯები და დააჩქარა გერმანიის სამხედრო მოდერნიზაცია და გაფართოება. ამისთვის მან ქვეყნის კონსტიტუციის ნაწილებიც კი შეცვალა. წლების განმავლობაში კონსტიტუციაში არსებობდა ვალის შეზღუდვა, რომელიც მკაცრად ზღუდავდა იმ თანხას, რაც მთავრობას შეეძლო სამხედრო ძალების დასაფინანსებლად ესესხა. ეს ფაქტობრივად ზღუდავდა, რამდენის დახარჯვა შეეძლო ქვეყანას სამხედრო პროექტებზე, შესყიდვებსა და გაფართოებაზე. 2025 წელს ვალის შეზღუდვა ხელახლა განისაზღვრა. კანცლერმა მერცმა გერმანიის პარლამენტის უმრავლესობა დაარწმუნა, მხარი დაეჭირა ქვეყნის კონსტიტუციის შესწორებისთვის, რათა თავდაცვის ხარჯები ვალის შეზღუდვიდან გამოეღოთ. ამის შედეგად გერმანიას საშუალება მიეცა თავდაცვაზე იმდენი დაეხარჯა, რამდენიც საჭირო ჩათვლიდა. ეს იყო უზარმაზარი მომენტი, კულტურული რევოლუცია, სოფია ბეშის, ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ცენტრის, კარნეგის მშვიდობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის სიტყვებით. ბეშმა თქვა, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ნამდვილად შეცვალა ის გზა, რომლითაც გერმანია თავდაცვას უდგება. გენერალი კარსტენ ბროიერი, გერმანიის არმიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ეთანხმება და BBC-ს ეუბნება. ჩვენ ამას შეგვიძლია გაუწოდოთ გამოფხიზლების ზარი. ჩვენ აღარ შეგვეძლო და აღარ გვინდოდა კიდევ ერთხელ ამაზე, ამის კიდევ ერთხელ გადადება. ეს იყო უზარმაზარი ნაბიჯი გერმანიისთვის, უზარმაზარი ნაბიჯი გერმანიის მოსახლეობისთვის, ნამდვილად. და ეს ყველაფერი მოხდა არა მხოლოდ რუსეთის გამო, არამედ შეერთებული შტატების გამოც, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში უფრო მეტი ზეწოლა მოახდინა ისეთ ევროპულ ქვეყნებზე, როგორიცაა გერმანია, რომ მათ გააძლიერონ და გაზარდონ საკუთარი თავდაცვა, ვიდრე წარსულში ასე ძლიერ ეყრდნობოდნენ აშშ-ში. მართლა, მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ციაზე 2025 წელს, სულ რამდენიმე კვირის შემდეგ ტრამპის ინაუგურაციიდან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვანსმა სიტყვით გამოსვლისას გააფრთხილა ევროპელი ლიდერები, რომ აშშ-ში აღარ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი. შიდა წყაროების მიხედვით, სწორედ ამ სიტყვამ დაარწმუნა კანცლერი მერცი, რომ ევროპულ ძალებს ოპერაციული დამოუკიდებლობა სჭირდებოდათ აშშ-შუსგან, რისთვისაც მათ უნდა დაენგრიათ დოქტრინები და სისტემები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში მათი თავდაცვის სტრატეგიის საფუძველი იყო. ეს უზარმაზარი გარდაქმნაა, მაგრამ გერმანიამ დრო არ დაკარგა. სწრაფად მოაწესრიგა თავისი გეგმები და გადადგა საჭირო ნაბიჯები სამხედრო დამოუკიდებლობისკენ. ვალის შეზღუდვის გადაწერა მხოლოდ დასაწყისი იყო. ამ ცვლილების შემდეგ მალევე კანცლერმა მერდმა ხელი მოაწერა 500 მილიარდი ევროს სპეციალურ ფონდს და გამოაცხადა თავისი მიზანი, რომ ბუნდესვერი გახდეს ყველაზე ძლიერი კონვენციური არმია მთელ ევროპაში. და ჩანს, რომ ეს მიზანი სწორ გზაზეა დასახული. მაგალითად, მისი თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს 86 მილიარდი ევრო იყო. 2026 წელს კი 108 მილიარდამდე გაიზარდა. და 2029 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება და 152 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2028 წლისთვის 74 მილიარდ ფუნტს მიაღწევს, ხოლო საფრანგეთი 2027 წელს თავის სამხედრო ძალებზე 64 მილიარდ ევროს დახარჯვას აპირებს. შესაბამისად, გერმანიის ხარჯვის მიზანი 2029 წლისთვის უფრო დიდია, ვიდრე საფრანგეთისა და ბრიტანეთის მაჩვენებლები ერთად. მაგრამ ფულის ხარჯვასა და ფულის სწორად ხარჯვას შორის დიდი განსხვავებაა. აბა, რა შეაპირებს გერმანია ამდენი მილიარდი ევროს დახარჯვას? სანამ ამაზე უფრო ღრმად შევალთ, გეტყვით, რატო ვაკეთებთ სამხედრო შოუს, რათა აგიხსნათ, როგორ მოქმედებს ძალა სინამდვილეში. თუ აქ პირველად ხართ, გამოიწერეთ არხი, რომ შემდეგი ამბები არ გამოგრჩეთ. ყოველთვის არსებობს რისკი, როცა ქვეყანა უცებ იწყებს უზარმაზარი თანხების ხარჯვას სამხედრო ძალაზე, რომ ამ ფულიდან ნაწილი შეიძლება დაიკარგოს, ან რომ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს არ ქონდეთ საკმარისი გამოცდილება ან სწორი ინფორმაცია, რათა ყველაზე გონივრული და ღირებული არჩევანი გააკეთო. საბედნიეროდ ბერლინში ასე არ ჩანს. გერმანიას აქვს მდიდარი რეპუტაცია თავისი ეფექტურობითა და ორგანიზებულობით თითქმის ყველაფერში. და ამ პირდაპირი მიდგომის სარგებელს უკვე ვხედავთ მისი შესყიდვების გეგმაში. 2026 წელს მაგალითად, გერმანიის საჰაერო ძალები მნიშვნელოვან განახლებას მიიღებს. ძველ მოძველებულ ტორნადოებს ჩამოაწერს და მათ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებლებით, F-35-ებით ჩაანაცვლებს. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან ქვეყანა საბოლოოდ გადადის მეხუთე თაობის საჰაერო ძალებზე, ხოლო F-35-ები გერმანიას საშუალებას მისცემს უფრო მნიშვნელოვანი და გავლენიანი როლი ითამაშოს ბირთვულ შეკავებაში, როგორც ევროპის, ისე მთელი ნატოს ალიანსისთვის.
და გერმანია ამით არ ჩერდება. გერმანია ასევე წამყვან როლს იღებს ახალი უპილოტო გამანადგურებლის Airbus Wingman-ის FW განვითარებაში, რომელიც დასრულების შემდეგ შეძლებს შეასრულოს სხვადასხვა მისია, მათ შორის საჰაერო დაზვერვა, რადარის ჩახშობა, საჰაერო ბრძოლა და საჰაერო დარტყმები მიწის მიზნებზე. ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული Wingman-ი ევროპულ გამანადგურებლებს ოპერაციებზე გახვება და მისი დანერგვა 2030-იან წლებშია დაგეგმილი, თუ არა უფრო ადრე. მიწაზე კი გერმანია ახორციელებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეიარაღების კონტრაქტს თავის ისტორიაში, Arminius-ის პროექტს. ამ პროექტის ფარგლებში გერმანიის არმიაში 3000-მდე ბოქსერის საბრძოლო ტანკის შეყვანაა დაგეგმილი, ხოლო ქვეყნის ორ უდიდეს თავდაცვით კომპანიას, Rheinmetall-სა და KNDS Deutschlands 40 მილიარდი ევრო გადაერიცხება. ბოქსერი გამოირჩევა მაღალმოდულური და ადაპტირებადი დიზაინით, რაც საშუალებას აძლევს მას თითქმის ნებისმიერი სახის სახმელეთო მისიისთვის მოერგოს, თითქმის ნებისმიერ გარემოში. სწრაფი, მოქნილი, მაღალი გადარჩენის უნარით და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბოქსერი საკმარისად გამძლეა, რომ გაუძლოს 14.5 მმ-იან ტყვიებს, თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ბომბლეტებსა და სხვა საფრთხეებს. და გერმანელი ჯარისკაცები ძალიან მალე შეძლებენ ამ მანქანებით ბრძოლაში შესვლას, რადგან პირველი მიწოდებები დაიწყება 2026 წლის ბოლოს და გაგრძელდება 2030 წლამდე. გერმანიის საჰაერო თავდაცვა ცხოველდღიურად უმჯობესდება. ახალმა სახმელეთო სისტემებმა ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს როგორც გერმანიის რეგულარული ბიუჯეტიდან, ასევე იმ 500 მილიარდიანი სპეციალური ფონდიდან, რომელიც კანცლერმა მეცმა გამოაცხადა. და აღსანიშნავია, რომ ბერლინმა ასევე იქისრა ვალდებულება ყოველწლიურად 2029 წელი უკრაინას მინიმუმ 9 მილიარდი ევრო გამოუგოს. ის უზრუნველყოფს წარმოუდგენელ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას მოკავშირესთვის, რომელიც აქტიურ ომს აწარმოებს რუსეთთან, ამავდროულად კი აფართოებს და აახლებს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს. ამგვარი ამბიცია ალბათ მეტისმეტად დიდი ნაბიჯი იქნებოდა უმეტეს ქვეყნებისთვის, მაგრამ გერმანიას ეს საერთოდ არ აშინებს. ბერლინმა ასევე მიიღო ზომები, რათა თავი დააღწიოს იმ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს, რომლებიც ჩვეულებრივ ანელებს შესყიდვებს და აყოვნებს სამხედრო ინოვაციებს. მისმა მთავრობამ მიიღო ბუნდესვერის დაგეგმვისა და შესყიდვების დაჩქარების კანონი, რომელიც უნდა დაეხმაროს იმ ვადების შემცირებაში, რომლებმაც წარსულში გერმანიის თავდაცვის შესყიდვები ასეთი ნელი და დამღლელი პროცესი გახადა. მაგრამ ძლიერი სამხედრო ძალა მხოლოდ ტანკებზე, თვითფრინავებსა და გონივრულ სისტემებზე აშენდება. მას ადამიანები სჭირდება. გენერალ ბრიუერის თქმით, ამჟამად გერმანიის არმიაში 182,000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. ეს რამდენჯერმე ნაკლებია რუსეთის უზარმაზარ ძალასთან შედარებით, რომელიც მილიონზე მეტ ჯარისკაცს მოიცავს. გერმანიას არ აქვს გეგმები მიაღწიოს მილიონიან ნიშნულს. მაგრამ ბრიუერს სურს, რომ პერსონალის რაოდენობა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და ოპტიმისტურ მიზნად ისახავს 2027 წლისთვის 20,000 ახალ ჯარისკაცს და მომდევნო 10 წლებში დაახლოებით 60,000. გერმანია ასევე აპირებს თავისი მოქმედი არმია შეავსოს დაახლოებით 200,000-იანი რეზერვისტებით, რაც ქვეყანას თითქმის 9 მილიონამდე გაწვრთნილ სამხედროს მისცემს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს. ამ მიზნების მისაღწევად ბრიუერმა დაიწყო მასშტაბური რეკრუტირების კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ათასობით ახალგაზრდა ჯანმრთელი მამაკაცის სამხედრო ძალებში ჩართვას. ის ასევე არ გამორიცხავს სავალდებულო გაწევის შესაძლებლობას, თუ რეკრუტირების გეგმა საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცს ვერ უზრუნველყოფს. თუმცა ამ ეტაპზე რეკრუტირება როგორც ჩანს მუშაობს. 2026 წლის თებერვალში 16,100-მა გერმანელმა შეიტანა განაცხადი შეიარაღებულ ძალებში. ეს 20%-ით მეტია 2025 წელთან შედარებით. ამ გამცხადებლებიდან 5,300-მა ოფიციალურად შეუერთდა არმიას, რაც 2025 წელთან შედარებით 14%-ით ზრდას ნიშნავს. გერმანია თავის პერსონალს აქტიურად იყენებს და ბალტიის რეგიონში მუდმივ სამხედრო ყოფნას ამყარებს თელი ბრიგადის 45 ჯავშან სატანკო ბრიგადის სახით, რომელიც ლიტვაშია განთავსებული. ლიტვაში თითქმის 1,200 სამხედროა განთავსებული, ხოლო 2027 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 5,000-ზე გაიზრდება. ეს მხოლოდ საჩვენებლად არ ხდება, ეს გერმანიის მზარდი საბრძოლო მზადყოფნის ძლიერი ნიშანია, როგორც თავად მეცმა აღნიშნა. ეს ბრიგადა პოლიტიკური სიმბოლო კი არა, არამედ შეკავებისა და თავდაცვისთვის სამხედრო წვლილია. გერმანია ასევე აშენებს ბარაკებს ბელარუსის საზღვართან ახლოს, რომლებიც 2027 წლისთვის უნდა დასრულდეს და უზრუნველყოფს საცხოვრებელ ადგილებს 3,000-მდე გერმანელი ჯარისკაცისთვის. და ეს პუტინისთვის მკაფიო გზავნილია, რომ გერმანია მზად არის თავისი საზღვრების დასაცავად. თუმცა ამ ყველა გაუმჯობესების მიუხედავად ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. გერმანია ვერ შეძლებს 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილი არასაკმარისი ინვესტიციების ერთ დღეში არ მოფხვრას. ჯადოსნური ჯოხის მოქნევითაც ვერ შექმნის წამყვან არმიას ერთ წამში. მას ჯერ კიდევ აქვს შესავსები ხარვეზები, მისაღწევი მიზნები და დასაძლევი ბარიერები. მაგალითად, აშკარად სჭირდება მეტი ჯარისკაცი და მოუწევს რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცის, რაც შეიძლება სწრაფად მოსაზიდად ძალისხმევა გააგრძელოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე ყოველთვეს იზრდება.
ის ხლავას ჩამორჩება სიღრმისეული დარტყმის შესაძლებლობებში, როგორც რაკეტების ექსპერტი ფაბიან ჰოფმანი აღიარებს. გერმანიას აქვს დრამატული შესაძლებლობების დეფიციტი, გრძელ დისტანციური და სიღრმისეული დარტყმის რაკეტების მიმართულებით და ბერლინმა უბრალოდ მეტი უნდა გააკეთოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. საბედნიეროდ მან შეუკვეთა 400 ტომაჰავკის ტიპის საკრუიზო რაკეტაზე, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია. მაგრამ კიდევ მეტი იქნება საჭირო, რათა ქვეყანა და კონტინენტი მომავალი წლების განმავლობაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხისთვის მოემზადოს რუსეთთან. გერმანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედრო დოქტრინები და გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურები მოდერნიზებული იყოს მისი სამხედრო ძალების შესაბამისად. მას უნდა შეეძლოს უფრო სწრაფად მოქმედება, საფრთხეებზე პასუხისგაცემა და რეაგირება ზედმეტი დაყოვნებისა და ყოყმანის გარეშე, რათა ნამდვილად მოემზადოს ხვალინდელი ბრძოლის ველებისთვის. მარფლა ერთმა საინტერესო სამხედრო თამაშმა ახლახან ხაზგასმით აჩვენა სწრაფი მოქმედების მნიშვნელობა თანამედროვე ომში. სამხედრო თამაშმა სიმულაცია გაუკეთა რუსეთის თავდასხმას ნატოს ალიანსზე, სადაც კრემლმა კალინინგრადის ექსკლავში სავარაუდო ჰუმანიტარული კრიზისი გამოიგონა და ეს გამოიყენეს როგორც საბაბი, რომ ექსკლავსა და მატერიკს შორის სატრანზიტო კორიდორი გაეხსნათ. შემდეგ ისინი აგზავნიან ჯარებს და რამდენიმე დღეში იკავებენ ლიტვის ერთ-ერთ დიდ ქალაქს. ნატოს ძალები კი იმდენად ნელა რეაგირებენ, რომ მათ შეჩერებას ვერ ასწრებენ. სამხედრო თამაში გერმანიის სიმულირებული პაპასუხი ძირითადად ხასიათდებოდა ყოყმანითა და ესკალაციის შიშით, რამაც რუსებს მისცა დრო და თავისუფლება, რომ მიეღწიათ თავიანთი მიზნებისთვის. თუ ასეთი სიტუაცია ოდესმე რეალურ სამყაროში განვითარდება, გერმანიას მოუწევს გადაწყვეტილების კვეტილებების ბევრად უფრო სწრაფად მიღება, გადამწყვეტად და მტკიცედ მოქმედება თავისი მოკავშირეების დასაცავად. ესეც იქნება დიდი გარდამავალი ეტაპი ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თაობების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების საფუძველი იყო თავშეკავებული და შეზღუდული გერმანია. ქვეყნის არც ერთ მეზობელს არ სურდა ბერლინის ხელახალი შეიარაღება და სხვა ქვეყნების დაპყრობის უნარის დაბრუნება. ამიტომ მათ მიიღეს ამერიკული ზედამხედველობა და დაუშვეს, რომ გერმანია და თავადაც წლების განმავლობაში დასუსტებულიყვნენ. ეხლა კი ყველაფერი იცვლება. ამერიკის დაცვის პარი ევროპაზე ნაწილობრივ მაინც მოიხსნა, რაც აიძულებს კონტინენტის ყველაზე დიდ და მდიდარ ქვეყნებს, რომ საკუთარი თავის დაცვა დაიწყონ. და როგორც ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, მათ შორის გერმანიას გადამწყვეტი და წამყვანი როლი ექნება კონტინენტის თავდაცვის მომავლის ფორმირებაში. საბედნიეროდ ევროპისთვის და სამწუხაროდ რუსეთისთვის, კანცლერი მერცი, როგორც ჩანს, ნამდვილად და სერიოზულად ირებს პასუხისგებლობას. გერმანია ირებს ყველა სწორ ნაბიჯს. აგროვებს ჯარს, ხარჯავს მეტფულს, დებს ინვესტიციებს სწორ აღჭურვილობაში და კიდევ აყალიბებს მუდმივ ყოფნას მოკავშირეთა მიწაზე. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად, ბერლინი თავისუფლდება იმ შეზღუდვების ბორკილებისგან, რომლებმაც მისი სამხედრო ძალა ასე დიდხანს შეკრა. გერმანული მხეცი თავისუფლდება და ეს ისეთი ძალაა, რომლის მოთვინიერებაც რუსეთსაც კი გაუჭირდება. ეხლა შეგიძლიათ მეტი გაიგოთ გერმანიის სწრაფი სამხედრო მოდერნიზაციის მიზეზებზე ამ ვიდეოში, რომელიც განიხილავს თუ როგორ იზრდება ქვეყანაში შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი შესაძლოა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოზე რაღაც ეტაპზე თავს დაესხას. ან თუ გსურთ უფრო დეტალურად გაიგოთ, როგორ მიმდინარეობს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, უყურეთ ამ ვიდეოს, რომელიც ანალიზს უკეთებს პუტინისთვის 2026-ში ჯერჯერობით 3 ყველაზე რთულ დღეს. და ბოლოს, არ დაგავიწყეთ არხზე გამოწერა, რათა მიიღოთ მეტი სასტრაფო სიახლე, ანალიზი და უახლესი სამხედრო ამბების განხილვა მთელი მსოფლიოდან.